და აუცილებლად გვინდა დღევანდელ დღეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. იუნა გისმენ? მე უბრალოდ მინდა დავამატო ასეთი რაღაც, ვინაიდან ნატურალი ხალი აქ მხოლოდ მე ვზივარ. თუ არ ჩავთვლით ამ ბიგენდერ ადამიანს, ახლა არანაირი შეურაცხყოფა არ არის, ასეც ჩვეულებრივ ბიგენდერია, უნდა ვაღიაროთ. არა, მე მიგვი შენგან ბიგენდერი, ანუ ორსქესიანი, ანუ არანაირი შეურაცხყოფა არ არის. ამიტომ ჩემი აზრით თუ შეიძლება, როგორც არტისტის და როგორც დათოს პარტნიორის კინოში და როგორც ერთადერთი ქალის, ნატურალის, ამ ყველა მიცის, რომ მე ყველანაირი სექსუალური გამოცდილება მაქვს და არანაირ უმცირესობას. შენი სექსუალური გამოცდილებები უკვე გაიგო თელმა ქალაქმა და უკვე აღარ აინტერესებს. არანაირად არავის არ ვაკნინებ, მაგრამ არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ უმცირესობამ რატომღაც აიღოს მეინსტრიმი. მინდა ვთქვა, რომ როგორც არტისტ მე მაქვს არჩევანის თავისუფლება. როდესაც კინოში ვთამაშობ, მე შემიძლია რეჟისორს უთხრა, რომ აი იცი რა, აი სექსის სცენაში, აი უბრალოდ ვერ შევეხ, მით უმეტეს თუ ვიცი, რომ ბიგენდერია, არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ მამაკაც ბიგენდერთან არ უნდა სექსის სცენის თამაში. მეც შეიძლება დავფიქრდებოდი, ჯერჯერობით შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ну არა, ეხლა იუნას განცხადება, მე იუნას ვხვდებოდი მანამდე და რაღაც პირადი ინტერესი აქვს ეხლა ეს ჩემს მიმართ ესეთი დამოკიდებულებით. ოკეი, გია, ვიტყვი. ანუ რა, პირადი ქალური შური, ეხლა ჩემი ფეხი იგრძე შეადარე და მე იუნას, ეხლა მე ესეთ ქალს მირჩევნია, ბიგენდერი კი არა, აი რაც გინდა ის ვიყო. ხო, ეხლა შემოხედეთ ჯერ მე და მე იუნა შაფათავად რაღაც. რადგან ახსენა, არ ვიცი, ქალბატონოთი მიმართო ბატონოთი ბოდიში. პირადი არ vicი, როგორ მიმართო ძალიან დიდი კარალებას მეძახდა, ეხლა ვერ გაარკვია რა. მინდა თქვა, როდესაც შევხვდით ამ ადამიანს შოთა კალანდაძის სახლში, რადგან ასეა, поставим все точки над и, ხომ იცით ახლა, მე არ მიჭირს არც ერთ თემაზე საუბარი. მე მგონი ეს თემა მაშინ ასე იყო, ერთ-ერთმა ტელევიზიამ აიღო კომენტარი, რომ რა ნიჭიერია და რა დაჩაგრულია და რა კარგია და მივცეთ ნიჭსა გზა ფართო. მე კომენტარი არ გამომართოს, ვინაიდან მე უმრავლესობის წარმომადგენელი ვარ, ნატურალი, ვის რაში ვაინტერესებ და ვიჯექით სამზარეულოში შოთასთან. იუნა არ იყო საინტერესო ჟურნალისტები. ვიჯექით სამზარეულოში. მოდი, შეგშურდა? ბატონო? შეგშურდა? არა, მე შოთა მთხოვა, მოდი. არა, როგორც ამბობს ეს არია. არ ვიცით, ვისო რა შოთა მთხოვა, მოდი, შოთა სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, თავისი მსახიობი იყო. რეპორტაჟში გამოჩენილი იყო. გია, თუ შეიძლება. და როდესაც ეს რეპორტაჟი მორჩა, გადაიღეს, გავიდა რაღაცა, ვზივართ სამზარეულოში და მე ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. ხომ ვამბობ, ჩემთვის სექსში დაუშვებელი არაფერი არ არსებობს, ახლა რა არის აქ ისეთი სალაპარაკო, საღამოს ეთერში ვართ, მაგრამ და ვეკითხები, ვაიმე, კესო, ისე მაინტერესებს, კაცი ხარ თუ ქალი. და მოიჭრება იმედია, უი გოგო, თუ გინდა აქვე პასუხი. მე არ მაქვს. არა, იუნა, ეხლა მაგას ქალები შეუძლებიან ერთმანეთს. არა, ისეთი კარგი რუსული აქცენტი სულ მინდება. და გია, იცით რა, მე არჩევანი ჩემზეა, მე ვისთან მექნება სექსი. და ამიტომ я ставлю точки над и. მე არ მინდა ბიგენდერთან სექსი ხალხნო და ახლა მე მშურს თუ ვიშურს, დასკვნა უკვე თქვენ თვითონ გააკეთეთ. ილო, ტახტის ბოლოში რატო ჩაიჭოჭე? ილოს მოეწონა სიუჟეტი. არა, რა დაგემართა, ილო, შენ ხარ ეხლა ყველაზე ეპიცენტრში, რა ხდება შენში? მე როგორ ვარ ყველაზე ეპიცენტრში ეს ორი ადამიანი? არა, შენ შუაში დგე. მე უბრალოდ ამას შუაში მოვყევი. შენ შუაში ზიხარ, შენ შუაში ზიხარ. ნუ ჟურნალისტებისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო იუნას ინტერვიუ და იუნამ გაიგიჟა თავი და ჩავწერო, გამოჩნდეს სადღაც ალბათ უნდა და დააყენეს პროსტა, კამერა არ იყო ჩართული და პროსტა ალაპარაკეს, რომ თავისი რაღაცა დაეკმაყოფილებინა. ჩემო ლამაზო ქალბატონებო, გადაცემა გვაქვს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. მე რომ ეგ მცოდნოდა, რომ პირადი რაღაც კონდათ, არ არის აქ ამ შემთხვევაში არ არის ორი ქალის ურთიერთობა, არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ქალის უკაცრავად, ქალი ხალობა მარტო სქესი არ არის, ჯერ ჩემი სქესი, ჩემი პირადია და ხალობა არის დასაბანი თავით რომ იზიხარ, ზეთიანი თავით გადაცემაში, აი ეს არის ხალობა, ხო? მაგალითი შენმა ქალებმა უნდა აიღოს ჩემგან. ხიმიანი თავით რომ იზიხარ. მოიტანე ეს არის ძალიან აკჭიანი თავით. არა, ეს არის არა, ესე არ შეიძლება, ესე არ შეიძლება. ნახ შეურაცხყოფა ის რომ ჩემ სქესს და ორიენტაციას განიხილავს. ამოიღე მანდილი. მე
არაეთიკური არ ვარ გია, მე უბრალოდ ფაქტებს ყვები. მეც ფაქტი გითხარი, თავი დასაბანი როგა გონი მთელი სტუდია ხედავს, ეხლა ცხიმიანი, თავით მიზიხარ გადაცემაში და ცოტა ქალორიას. ეს არის ძალიან ხო, ეს ძალიან ესე არ შეიძლება ბოდიშს გიხდი რა. ნამდვილად ცოტათი შეურაცხმყოფელია ჩემი რანგის ადამიანისთვის ასეთი